მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს არის ძალიან არაჩვეულებრივი პერიოდი, არის მოდის ახალმთვარეობა და ნახეთ რა მოხდა. ეხლა დავიწყე ჩაწერა გაშლის თქვენთვის, ანუ რა ცვლილებები მოდის თქვენ ცხოვრებაში და მოხდა ის, რომ თურმე ვწერ და არ ჩაიწერა. რატო ამას გეუბნებით? იმიტომ რომ აქ უკვე მე დავიწყე დედო იმპერატრიცას მოძებნა, იმიტომ რომ მინდა რომ მოვძებნო იმპერატრიცა, მაგრამ უკვე დავდე ორი აქ ტრიპლეტი და უცბად დავინახე რომ ჩემს თავს ვილაპარაკები და ამიტომ ამას არ ავიღებ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი პოზიცია არის და აუცილებლად მინდა რომ ამაზეც გესაუბროთ რა, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან საინტერესო პოზიცია ამოვიდა. ჩვენ ახლა ვართ ესეთ პერიოდში, როცა ძალიან ბევრი რაღაცა იცვლება ჩვენ ცხოვრებაში და ძალიან კარგია ეხლა თქვენი სურვილები ჩაიფიქროთ, ვინ სურვილები უკვე ჩაიფიქრეთ და იყავით ჩემთან ტრენინგზე. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ კიდე დაამატოთ, ან უკვე გადაახარისხოთ, შეიძლება ზოგი რამე უკვე შესრულდა. ვისაც უნდა ტრენინგი ჩვენთან, კი ბატონო, ჩემ დამხმარ ჯგუფს მიწერეთ და შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ინფორმაცია თქვენთვის, როგორ სწორედ უნდა ჩავიფიქრო სურვილები, მაგრამ მე უკვე დავიწყე აქ მოძებნა იმპერატრიცას და მე ვკითხები მექნება, რა თქმა უნდა, ანუ რა ციკლები იწყება ახალი თქვენ ცხოვრებაში და ასე შემდეგ, როგორც ყოველთვის, მაგრამ ეხლა მინდოდა სიგნიფიკაციაზე გამიკეთებია აი ეს მომენტი და რა ამოვიდა. ამოდის ის, რომ ეგრევე ამოვიდა პენტაკლების დედოფალი, რომელიც არის არაჩვეულებრივ ენერგიაში, რომელიც არის ულამაზესი, უძლიერესი, იმიტომ რომ აქ ძალას არკანი არის, აქ არის იმპერატრიცა, აქ არის ყურუმი, აქ არის, ანუ თქვენში ეხლა ხდება აქ ორი პაჟი, ანუ მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი ენერგია, თქვენ იზიდავთ, აქ ძალიან ბევრი იზიდავთ თქვენ საერთოდ თქვენზე პატარა მამაკაცებს, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ნამდვილად აი ეს თქვენი ენერგია, სხვათა შორის გუშინ უყურებდი რაღაცა იყო rilsi და ერთ-ერთი იყო იქ სპიკერი, ტრენერი რა, ასე რომელიც ახლა ურთიერთობის მამაკაცი იყო სხვათა შორის ევროპაში ცხოვრობს და მას უთქვია რომ მე ახლა ანუ ურთიერთობაზე რა აერთიანებს რა წყვილებს რა, ანუ ეს წარმატებული კაცებზე მუშაობს რა, რომ ამათთვის უძებნეს ახლა ის რა ქვია შესაბამის ქალებს რა, თუ სწორად ვამბობ. ხო და ამას უთქვია ისეთი რამე, რომ ეხლა წარმატებული მამაკაც აღარ უნდა უკვე, აი თქვათ, მარტო ისეთი ქალები, აი ადრე რო იყო მოდაში, რომ სულ პატარა გოგოები, რომელიც თქვათ, მარტო, კაი დამფეხი აქვს და უშუალოდ ჯერ არ გასუქებულან სიტყვაზე, მაგრამ არ გამოირჩევენ, თქვათ, ეხლა ჯერ განათლებით და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა არის უკვე და შეიძლება არიან ახლა ბევრი ისეთი გოგოები, რომ მარტო უნდათ რაღაცები რა, ანუ მამაკაცებისგან და თვლიან, რომ აი საჭირო ხარ, აი რას მომცემ და ასე შემდეგ და კაცი ვალდებულია და ასე შემდეგ და ეხლა ცოტა შეიცვალა სივრცე და ეხლა იმ ადამიანს უთქვია მამაკაცს, რომ ეხლა წარმოიდგინეთ, რომ მამაკაცები ეძებენ 40, 50 და 60 წლის ქალებს, რომელიცაც აქ სხვანაირი წარმოდგენა ურთიერთობებზე და რომელიც თან ახლა მithumetes ისე შეიცვალა სივრცე, რომ ქალები მართლა ძალიან კარგად გამოიყურებიან, თავს უვლიან ძალიან უმაღლეს დონეზე და უკვე ანუ არაფერი პრეტენზია თქვათ მის შეხედულებაზე არ აქვს, მაგრამ ამავდროულად ესეთი პერიოდის ქალები არიან, რომელსაც კიდე აქვთ აი ასე თქვათ, სხვა ფასეულობებიც რა, სიყვარულს კიდე სხვანაირად უყურებენ და ურთიერთობებს და ამიტომ აქ თქვენს მიეკუთვნით ამ ასეთი კატეგორიის ქალებს, რომ აი აქ ორი ეგრევე მაჩვენეს, რომ ძალიან კარგად გამოიყურებით, ძალიან ბევრი რაღაცა გაინტერესებთ, ძალიან საინტერესო პიროვნება ხართ, სექსუალურად ძალიან იზიდავთ თქვენ ახლა მამაკაცებს თან ხო გითხარით თქვენზე პატარა მამაკაცებს, პლუს კიდე ძალიან განათლებულები ხართ. აქ ახლა და რა თქმა უნდა, როცა ყურუმი გამოდის, ახლა ყველა ვარიანტში ეს არის ის, რომ შემიძლია გითხრათ, თქვენ ახლა როგორ
რომელ პერიოდში ხარ თქვენ ახლა აქ ქალს აქ გადაწყვეტილება მიღებული იმისი რომ მე უნდა გავაკეთო ის რაც მე მინდა ის მე თუ დაუშვოთ ახლა იყო პერიოდი რომ თქვენ თავს ამას არ აძლევდით ახლა უკვე თქვენ აკეთებთ იმას რაც თქვენ გინდა თქვენ ძლიერი ხართ თუ დედა ხარ ძალიან ძლიერი დედა ხართ ისეთი დედა რომელიც არის სამაგალითო თავისი შვილებისთვის და თქვენთან მოდიან შვილები და კითხულობენ თქვენს აზრს იმიტომ რომ ხედავენ თქვენ ძალას ხედავენ შეიძლება თქვენ გზას რა გზას გამოიარეთ თქვენ და ეს სიძლიერე თქვენი ძალიან იზიდავს თქვენ შვილებს და ნამდვილად თქვენ ამ თქვენი საქციელი თქვენი მაგალითი თქვენ ამათ ეხმარებით პლუს კიდე თუ საჯაროში ხო იცით რომ ყველა ინფორმაციას გეუბნებით აქ შეიძლება ვიღაცას უნდა ახალი მიმართულებით დაიწყოს მუშაობა შეიძლება გინდა თქვენ ახლა აქ ზოგისთვის იქნება ესეთი მომენტი რომ დაუშვოთ თქვენ ფიქრობთ რომ უნდა გავაძლიერო ის რაც მე თქვათ უკვე ვაკეთებ და მომწონს რა ჩემი საქმე ან კლიენტებზე თან თუ მუშაობთ ნამდვილად თქვენი პროდუქცია თქვენი მომსახურება ძალიან იზიდავს და ძალიან ანუ თითქოს აი ხალხი მოდის თქვენთან და აინტერესებთ რა ანუ თქვენი ენერგია ჩვენ ერთმანეთს ენერგიით ვკითხულობთ რა თქმა უნდა და აი ეს თქვენი ენერგია ძალიან მიმზიდველი არის რა თქმა უნდა აქ არის ახლა თუ დაუშვოთ ახლა ყურუმე ეს ყოველთვის ეს არის მფარველი ტაროს და მე რა თქმა უნდა არ შემიძლია ასე არ აღნიშნო რომ ნამდვილად შეიძლება თქვენ გადაწყვეტილება გაქვთ იმისი მიღებული რომ ის ცოდნა რომელიც მე მივიღე მე მინდა უკვე დავიწყო ამის თქვათ გაცემაც რა ან დაფიქრდით რომ აი ზოგ სხვათა შორის მე მადლობელი ვარ ბევრი მწერს აქ რომ თქვენ შეგეცვალათ საერთოდ დამოკიდებულება ტაროსადმე თქვენ უკვე არ უყურებთ ამას როგორც მკითხაობას რა და მეცა ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა მკითხაობა მე ძალიან მიყვარს აი წამკითხველი ტაროს წაკითხვა უნდა ეს არის ფსიქოლოგიის წიგნი და შენ თუ სწორედ იცით წაკითხვა შენ რა თქმა უნდა მე წაიკითხავ და ეხლა სხვა შორის ძალიან ბევრი მსურველები მყავს და მადლობელი ვარ და ძალიან აი გემრიელი პირობები შეუქმენი ეს და თუ გაინტერესებს სწავლას თქვენს აი აქ თუ დაუშვოთ ეს თქვენი სიტუაცია ვიდეოს ქვეშ არის ლინკი მიწერეთ ჩემს დამხმარ ჯგუფს და აუცილებლად დაგეხმარებიან ინფორმაციის მიღებაში აქ ვაჩვენებენ რომ უზომოდ ბევრი რაღაცა გაქვთ გამოვლილი უზომოდ ბევრი რაღაცა ტრანსფორმაციებიც გაიარეთ თქვენ ახლა აქ თან ახლა გამოხვედით იმიტომ რომ აქ ნახეთ რა ხდება აქ თქვენ ბევრი არჩევანის წინ იდექეთ ნუ აქ მძიმე ცხოვრება გაქვთ გამოვლილი ბევრს პლუს კიდე ნახეთ რა საინტერესო მომენტი აქ არის ურთიერთობას რაც ეხება ანუ აი აქ თავიდანვე ხომ აჩვენეს თქვენი სიძლიერე და კიდე ნახეთ როგორ არის თქვენი სიძლიერე თქვენ აქ შეიცვალეთ თქვენ აქ ძალიან კარგად მიხვდით რომ სიყვარული არის სიყვარულისთვის და არა იმისათვის რომ თქვათ ვიჩხუბოთ რაღაც არა იმისათვის რომ თქვათ პირველ რიგში მე უნდა მიყვარდეს ჩემი თავი და არა მე ვიყო დამოკიდებული იმაზე რომ მე ჩემს პარტნიორს ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ აქ მოხდა რაღაცა ტრანსფორმაცია შეიძლება ზოგს ახლა აქ ან პაუზა ან შეიძლება დაასრულეთ თქვენ რაღაცა ურთიერთობა ეგაც აქ არის ან გქონდათ უკვე ეს პერიოდი ან даже კიდე როგორი მომენტი შეიძლება გქონდათ რომ თქვენ თუ გრძნობდით ნაკლებობას იმ აი ნახეთ როგორ ნაკლებობას რომ თუ მე ბედნიერად ვიქნები მაშინ თუ ჩემს გვერდით იქნება მამაკაცი ნუ პარტნიორი დაუშვოთ ხო მაგრამ აი აქ თქვენ ესეც გადახარშეთ ძალიან მშვენივრად და მიხვდეთ რომ ნამდვილად მე თუ დაუშვოთ ახლა სულ მან გაუშვებ ჩემს ენერგიას მე თუ თვითონ არ შევივსები ნამდვილად ეგეთი დაცარიელებული ვისჭირდები პირველ რიგში იმიტომაც არის რომ ჯერ მე ჩემი თავი მიყვარს ხო ანუ მე თან ეს არის ჯამრთელი ეგოიზმი ხო და მე უკვე რა თქმა უნდა აი ასეთი პოზიციიდან უკვე მე აღარ ვეძებ ვიღაცას რომ ვინც მე შემავსებს ხო უკვე ანუ ურთიერთობაზეც გაქვთ შეცვლილი თქვენ აზრი აქ და გაქვთ როგორი მიდგომა იცით რომ ნამდვილად მე თუ პარტნიორი მინდა იმისთვის მჭირდება ნუ მინდა არ მჭირდება რა ახლა სურვილი მაქვს რომ იყოს ჩემს გვერდ ადამიანი არა იმისთვის რომ მე მისგან რამეს ვითხოვ მე უფრო მინდა ადამიანი რომელიც თქვათ ახლა
ვისაც მეც შემიძლია რაღაცა მისცა, ანუ სრულყოფილი ასე რომ ვთქვათ, კი ბატონო, აი კი. თქვენ უკვე აქ თავს არ იტყუებთ იმაზე, რომ ვთქვათ, მე ველოდები მამაკაცს, რომელიც ახლა ფულს მომიტანს და ყველა ჩემ სიტუაციას ვთქვათ, პრობლემებს გადამიწყვეტ. არა ხარ თქვენ ეგრე ნამდვილად. უკვე თავს აღარ ვიტყუებ მე, რომ ნამდვილად კაცი მე მჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ფულის გულისთვის. თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ, თქვენი გაშლა ეს არ იქნება. აქ არის გაშლა იმ ადამიანისთვის, ვინც გაიზარდა, ვინც ბევრი რამე ისწავლა და ვინც შეცვალა უკვე მიდგომა ურთიერთობებზეც კი. და ამიტომ აქ სხვა კი აი აგარ არის თქვენ შეცვალეთ, ანუ მიმართულება თქვენ აირჩიეთ თქვენი თავი, თქვენ აირჩიეთ ის, რომ ნამდვილად მე ვიცი, რომ ეს ადრე სხვანაირად ფიქრობდი, ადრე ვფიქრობდი, რომ კი, რომ მამაკაც ველოდები იმისთვის, რომ ყველანაირად ეხლა დამიდგეს გვერდში, ყველაფერი ვთქვათ, პრობლემა, ну, როგორც თქვი, გადამიწვევს, აი აქ შეგიცვალა თქვენ ეს ამისი, კი. აქ თქვენ ნახეთ როგორ ხართ, აი აღარა ხართ თქვენ ის ადამიანი, ვინც ეხლა დაჯდება და ინერვიულებს, ვთქვათ, ну, სიყვარულის თემებზე. არა, თქვენ სულ სხვანაირად გაიარეთ, თქვენ აქ უძლიერესი გაკვეთილი გაიარეთ. სხვა შორის ძალიან კარგად გაიარეთ თქვენ აი 5-იანზე რა. და ენერგია წავედის. ანუ აქ იმისათვის, რა ქვია, აქ ნახეთ როგორ არის ეს რთული გაკვეთილი კი იყო, მაგრამ თქვენ ეს სიტუაციას თქვენი სირთულებით გადალახეთ მაქსიმალურად ყველაფერი და აქ უეჭველი ვიღაცა წავიდა ეზოტერიკაში ყველა ვარიანტში, მაგრამ აქ ნახეთ რა ხდება. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება თქვენ გქონდათ ეჭვი, რომ რა სიტყვიან ხალხი, სოციუმი რა სიტყვის, როგორ შემომხედავენ, მოვწოდვა რა მოვწოდვა ვიღაცას. აი ეს თქვენ ხო გქონდათ ეს რაღაცა მერყეობა, შეიძლება ეს ვაფშე გავიდა თქვენი ცხოვრებიდან, არ გაინტერესებს, კი, აქ არის ხმალების დედოფალი, რომელიც არის რა. თქვენ ძალიან ბევრი რამე იცით სიყვარული, თქვენ ბევრი რაღაცა გაიარა, თქვენ ბევრი რაღაცა, მაგრამ აქ თითქოს როგორ არის, იცით? თითქოს არ არის, შეიძლება ადრე წარსულში თქვენ даже გულით დახურეთ და სიყვარულზე თქვით უარი. რომ არ მინდა რა, იმიტომ რომ ბევრი ტკივილი გადატანილი, მაგრამ ეხლა ხართ როგორ პერიოდში, აი ეს გაკვეთილი გაიარეთ, თქვენ დაასრულეთ რა. აქ თითქოს თვითგარმონია იპოვეთ თქვენს გულში, ყველა ვარიანტში. და ეხლა გაქვთ როგორი მომენტი, იცით თქვენ იცით უკვე თუ რაღაცა მე მინდა რომ მქონდეს, მე თვითონ რაღაცა უნდა გავაკეთო რა. მე თვითონ უნდა რაღაცა მოვიზიდო ისეთი, მე არავის უნდა ველოდა, არავის აღარ ველოდები. მე თვითონ მივდივარ წინ, მე თვითონ ვაკეთებ. ეხლა ნახეთ რა ხდება, კიდევაც გეუბნება გოგოება. აი ეს არის მომენტი, როცა ეხლა სიტუაციები შეიცვალა, ეს ნახეთ. პროგრამა, როცა მამაკაცი არის ვალდებული მოვიდეს და შენ ყველანაირად შენი პრობლემები დაგეხუროს, ეს არის ძველი პროგრამა. ეხლა უამრავი გოგოები არიან ისეთი, ვინც მართლა ძალიან ძლიერები არიან, თვითონ ქმნიან თავის ცხოვრებას, თვითონ ქმნიან თავის ბიზნესებს, თვითონ უფრო მეც შოულობენ. ანუ ასე იგი, ეხლა იცვლება სიტუაცია საითკენ, რომ იქით სადაც რომ მე პარტნიორი მინდა სიყვარულისთვის და არა იმისთვის, რომ ეს ადამიანი მოვიდეს და ჩემი პრობლემები გადამიწყვეტოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამიგეთ? მაშინ შეიძლება თქვა, აი რისთვის მინდა კაცი. ეხლა შენ რასაც ითხოვ კაცისგან, ეს არის სუფთა მამასთან დაკავშირებული პროგრამები რა. რომ აი მამა, თქვათ, მამამ არ გამიკეთა, მოდი პარტნიორს, ეს არის გვეცნობიერად, გამიგეთ, რომ მამა უნდა ვთხოვო ან დედას. აი ეგეთი თემები, ანუ ეს ცოტა ღრმა თემა, იქ არ წავალ ჩვენ უბრალოდ აი გეუბნებით, რომ ამაზე უფრო რა თქმა უნდა კონსულტაციებს უკვე როცა პირადს ვატარებ, იქ ხა რა თქმა უნდა ადამიანს უღეჭავ, რატო და იმიტომ რომ იმისი უშუალოდ ვხედავ ჩვენ ახლა რომელი რას მოქმედებს, მაგრამ და ну აი რაც გითხარით ყველაფერი ხო თქვენ აქ არ ნერვიულობთ უკვე არაფერზე, თქვენ ბევრი დრო გქონდათ იმისთვის რომ მიგიღოთ ეს გაკვეთილები, თან მწარე გაკვეთილების საკმაოდ შეიძლება ბევრი პაუზებიც იყოს, მაგრამ აქ გქონდათ თქვენ საშუალება რომ თქვენ სულთან გქონდათ ლაპარაკი, საუბარი და თქვენ ძალიან კარგად გააუგეთ. თქვენ ახლა ну თქვენ სულს იმას აი მე რა მინდა, მე რა მსიამოვნე, აი აქ უეჭველი ადამიანმა გაიარა ისეთი პერიოდი რომ ძალიან მწარე
მაგ მწარე პერიოდში თქვენ აი ეს შეიძლება იყოს ძალიან ხანძლივი პერიოდი, შეიძლება რამდენიმე даже წლები, მაგრამ ამ პერიოდში თქვენ ძალიან ბევრი რაღაცა გაიგეთ. ძალიან აქ даже ზოგ შეიძლება ვთქვათ, ოჯახი დაკარგეთ, ხო? მეუღლე შეიძლება დაკარგეთ ზოგმა. მაგრამ აი ეს პერიოდი არ იყო თქვენთვის ცუდი, თქვენ ახლა ბევრი რაღაცა გაიაზრეთ და ბევრი რაღაცა გაიგეთ და მთავარი რაც არის თქვენს სულს გაუღიდეთ, თქვენ თქვით რომ მე არასოდეს ჩემს თავს არ ვუღალატებ, არასოდეს არ ვუღალატებ და ნამდვილად აქ მაღალი ძალებიც ნახეთ თქვენსკენ არიან. აი შეგისმინოს რომ იტყვენ და გამოგიყვანეს თქვენ ამ პროცესიდან. მე დედოფალს ვეძებ, დედოფალს კი არა იმპერატრიცას ვეძებ, მაგრამ ჯერ მაჩვენებენ იმას რომ ნუ კი აი ყველაფერი დატოვეთ თქვენ ახლა წარსულში. რაც კი გქონდათ ეს პრობლემები, კი გულის ტკენა ყველაფერი აბსოლუტურად რა. აქ ძალიან მაგარი აი იმპერატრიცაც მოვიდა. ანუ ნახეთ, აქ ზუსტად თქვენ არჩევანი გაქვთ, თქვენ მოერიეთ ყველაფერს, ბევრ რაღაცებს და მიხვდეთ რომ ყველაზე ძვირფასი მე ვარ ჩემთვის. გამიგეთ? იმიტომ რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა მიდიოდეს ჩემი ცხოვრება, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც მე ვყავარ ჩემს თავს რა და ნამდვილად აი აქ თქვენ ну არ ვიცი უძლიერესი ადამიანი არის აქ ეს პირველი არკანი ეგრე მაგას მაჩვენა ეგრევე უძლიერესი ადამიანი რომელიც არის გამარჯვებული ადამიანი რა ანუ ეხლა თქვენ უკვე ნახეთ აქ არ იქნება ეს გაშლა იმ ადამიანისთვის ვინც ვაფშე ეხლა რასაც ლაპარაკობ არ ესმის რა შეიძლება ну ისე თქვენ ეხლა ჩემთან ეხლა არ არის ისეთი ბანალური გაშლებიც ისედაც ჩვენ ეხლა ღრმად შევდივარ და ამიტომ აქ შემიძლია გითხრათ რომ არის იმ პიროვნებისთვის იქნება ეხლა ეს ინფორმაცია რაც იქნება ვინც ნამდვილად აი ამ დახასიათებას იცნობს რა так მოდით ნახოთ ეხლა ჩვენ კითხვები დავუსვათ ეხლა ჩვენ ტაროს რაღაც ამ დასდა მოითხოვა და თან მომწონს ძალიან საინტერესო დასდაც არის რა ხოთ ეხლა ანუ რა ენერგია მოდის ეხლა თქვენთან ახალ მთვარეობასთან ერთად რა ენერგია მოდის თქვენთან ნახოთ რა იწყება ახალი რა იწყებს ახალ ციკლს თქვენს ცხოვრებაში რა უნდა დატოვოთ წარსულში რაც უკვე აღარ გჭირდებათ მთავარი ცვლილება რომელიც მოდის თქვენთან უახლოს ამ პერიოდში ვნახოთ რა მოულოდნელი შეიძლება შემოbrunება იქნება ბედისგან და ნახოთ კიდე რჩება როგორ გაიაროთ ეს პერიოდი სწორად და ახალი თქვენთვის ახალი მთვარეობის რა შედეგია ხო იქნება თქვენთვის ну трансформация კი აგერ არის трансформация დაასრულეთ თქვენ კი დაასრულეთ 1000%-იანი დაასრულეთ трансформация კი და აქ სხვადასხვა თქვენ იცით რა ისწავლეთ ყველაზე მთავარი სიყვარული ვაიმე როგორ მინდა რომ აი ეს ეხლა მე ამაზე ბევრ გავაკეთებ ალბათ გაშლებს იმიტომ რომ მე თვითონ ამ ენერგიებში შევდივარ უკვე როგორ არის იცით აი ეხლა ეს პერიოდიც გამეგეთ იქნება უფრო ადვილი გასავლელი იმათთვის ვინც ნამდვილად ანუ ყველაფერს აძლევს სიყვარულს ადამიანებს არა მხოლოდ თქვენს გარშემომყოფ ადამიანებს თქვენ გარშემომყოფს კი არა ანუ ვინც არის თქვენი თქვა ნათესავები და თქვა მეგობრები არა საერთოდ ეხლა თუნდაც აი თვითონ სიყვარულსაც როცა სხვანაირად რო შეხედავ როცა აღარ უყურებ ისი უბრალოდ მე სოციალს მინდა გაგაფრთხილოთ რომ ვინც აქ დამეწერს რაღაცა ისეთ სუდ კომენტარებს თავის მამაკაცებზე მე დავბლოკავ იმიტომ რომ მე ნამდვილად არ მინდა რომ აქ იყოს ეგეთი ცუდი სიტყვები რაღაცები რაც ზოგჯერ არის უყოლად ჩემს არხებზე არ აქვს მნიშვნელობა სად მიყურებთ იმიტომ რომ პირველ რიგში ეს არის თქვენი უპატივცემლობა თქვენი თავის იმიტომ რომ თქვენ მაგ ადამიანთან გქონდათ რაღაცა პერიოდი როცა გიყვარდათ როცა უყვარდით თუ დაუშვათ თქვენ ყავეთ ადამიანთან რომელიც თქვენ გცემდათ გლანცღად გაგინებდათ პირველი თქვათ
გაცნობისთანავე, არ ვიცი მაშინ რა ხდება და კი ვიცი, მაგრამ ახლა საჯაროდ არ არის ეს ახლა. ნათქვა, რბილად რო ვთქვა, პატისარცემდე თქვენს თავს და მერე უკვე თუ მოხდა ის, რომ იმ ადამიანს არ უყვარხართ უკვე, თუ ეს ადამიანი წავიდა თავის გზაზე, ხო? თუ ეს ადამიანი არ არის შენს გვერდით და არის ხვის გვერდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არის ცუდი. შეიძლება იმისი მინუსი დევს მხოლოდ იმაში, რომ ნორმალურად ვერ მოვიდა, ვერ აგიხსნა, ვერ დაგელაპარაკათ, ხო? აი ეს არის რა. მაგრამ ის რომ თქვათ, ეხლა იმის გამო რომ ადამიანს არ ვუყვარვარ და არ უნდა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება, ვლანძღო ის ადამიანი, რომელსაც მე როდესღაც ვეუბნებოდი, მიყვარხარ და ჩემი სიცოცხლე ხარ, ხო? ეს ცოტა არ იყოს, ნუ არ არის ლამაზი. იგივე რომ თქვას მან თქვენზე, მე მგონი არ გესიამოვნებათ, ხო? მოდით ერთმანეთს, აი აქედან დავიწყოთ პატივისცემა ერთმანეთის და ნახავთ თქვენ როგორ შეიძლება თქვენი ცხოვრება. და პირიქით, აი თუ ვინმეს კიდე ახლა ჩემს ტრენინგზე კი ვასწავლე, როგორ უნდა დაწეროთ მადლიერების დღეული, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ყველამ არის ის სწორედ, თუნდაც ეს მადლიერება როგორ უნდა გამოხატოს, თუ თქვენ იცით როგორ დაწეროთ უბრალოდ მადლობა იმ პერიოდისთვის, რა პერიოდში თქვენ იყავით იმ ადამიანთან, იმიტომ რომ უეჭველი მან რამე ცვლილებები შემოიტანა თქვენ ცხოვრებაში და ცოტა სხვა თვალით შეხედეთ იმას. ის მოვიდა თქვენთან დასახმარებლად. და ჩვენ კი შეიძლება ვფიქრობთ, რომ დახმარება მარტო ის რომ მომიტანეთ, თქვათ ახლა 10 თომარა კარტოფილი და ესე რა ქვია, ხორცი და ყველი და რაღაც. არ. აქვს სხვანაირი დახმარება, ზე არის საუბარი. ეს არის რომ თქვენ ამას იღებთ თუ არა. თუ არ იღებთ, მოვა სხვა უარესად. უარესად გაჩვენებს რა უნდა გააკეთო. კარგით, ნახოთ ახლა რა ენერგია შემოდის ახლა. რა ენერგია შემოდის ახლა, ხო გითხარით, აქ არის ესეთი ენერგია, რომ თითქოს ნახეთ სიყვარულის ენერგია, აქ ვინს ეძებდა. თან ახლა ნახეთ, მოდის იმენა სტაბილურად ეს ენერგია, სიყვარულის თქვენ უნდა, ანუ ეს შინაგანად უნდა იგრძნოთ, თქვენ შეიძლება ზუსტადაც მაგასაც ეძებდით, ამ სიყვარულის ეძებდით, მაგრამ ვერ პოულობდით და აი ახლა თქვენ დაინახავთ, რომ თითქოს აი თქვენი გული როგორ უნდა გაიხსნას რა. შემოდის სიყვარულის ენერგია. კიდე ახლა მინდა დავასუსტოთ, რა ენერგია მოდის. ის ენერგია, რომელიც იყო თქვენ მაგას უარყოფდით, ხო? პლუს კიდე აი აქ თითქოს გამოდის, როგორ იცით, რომ ვარსკვლავის ენერგია, გამოჯამრთელება. ანუ გამოჯამრთელდებით, ანუ აქ ენერგია, როგორ იცით, თქვენი ნიჭის გახსნის ენერგია. აქ ენერგია მოდის, ანუ თვით სიყვარული, რა ვიცი, მე მაინც აი ეს პლუს კიდე ნახat რა მინდა გითხრათ, რომ აქ ესეთი ენერგია შემოდის, რომ დააკვირდით, უფრო და უფრო შეიძლება გაახალგაზრდავდებით. თუ დაუშვათ იყო რაღაც აი რამე პროცედურები თუ გინდოდათ, ხო? ან შეიძლება თქვენ ენერგია შინაგანი, ნახეთ შინაგანი სილამაზი, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს აქვს მილიონნაირი, თქვათ, პროცედურები გაკეთებული, მაგრამ თუ შიგნიდან მასში შუქი არის ჩამკრალი, ხო? ენერგია თუ მკვდარი არის, ანუ რაც გინდა გაეკეთებ, აინც არავინ, აი ყველას გექნებათ ეგეთი თემა, რომ თქვა დაგინახეთ, რომ სიტყვაზე ქალი ან კაცი შეიძლება ვაფშე შეხედულებით ვერ შეხედება ხა რას გავს, მაგრამ იმენ სულ აი თქვათ ახლა მის გარშემო ტრიალებენ თქვათ ან კაცები, ნუ ქალები გააჩნია ხა ხოსკეს და აი ეს არის, იმიტომ რომ შინაგანად მე ვარ სიყვარული, შინაგანად მე ვარ ანთებული და ამ ჩემ ენერგიაზე მე ვიზიდავ ამ ადამიანებს, გამიგეთ და სულაც არ არის საჭირო რომ მართლა იყო ახლა მოდელს გავდე, გამიგეთ, შეიძლება მსუქანიც იყო, შეიძლება სუსტი იყო, გამხდარი იყო, არა აქვს მნიშვნელობა, ენერგიაზე მოვდივარ ჩვენ, აი აქ ზუსტად მოდის თქვენი რაღაცა ენერგია, აქ მოდის ის რაღაცა გახსნა თქვენი ვარსკვლავის, შეიძლება ზოგი ძალიან პოპულარული გახდეს, ხო, შეიძლება თქვენ მას ელოდებოდეთ და აქ ახლა ნახეთ ეს შემოდის აი თითქოს მუდმივი ენერგიით რა, რომ ნამდვილად ეს ნელა-ნელა რასაც არ იხსნებოდეთ და გაიხსნება თქვენ ზოგი სწავლის სიყვარულს, რას ნიშნავს, ზოგი სწავლის თქვათ თავის საყვარელ საქმეს ენერგია მოდის, აი თქვათ საქმეს ნახავთ, ნიჭს გახსნით, ანუ იმას რაც თქვენ ადრე თქვათ მალავდეთ, არაძლევდეთ თქვენს თავს, აი ახლა მოგეცემათ ესეთი ენერგია შემოდის, რომ თქვენ ნამდვილად აი ძალიან ჩქარა წავა თქვენი საქმეები, რაც იყო გაჩერებული თქვენი
ანუ ენერგია მოდის როგორ რაც იყო გაჩერებული ყველაფერი თქვენში აყვავდება მალე უფრო მალე რეჟიმი მოდის ესეთი აი მალე ყველაფერი უნდა მოხდეს რა ვნახოთ ახლა რა იწყებს ახალი ცვლი ამ ციკლს რა იწყებს სულ 4-იანები მოდის რა იწყებს და აქ ნახეთ რა იწყებს ეხლა ვინც იყავით თქვათ თქვენ კიდე ნახეთ რა საინტერესო აქ ეხლა ეს ორაკული სხვანაირადაც იკითხება უბრალოდ კაი ანუ რა იწყებ თუ თქვენ იყავით ვინმესთან გაბუტული ეხლა თუ თქვენ გქონდათ რამე სტაგნაცია ხო თუ თქვენ დაუშვათ ეხლა აქ შეიძლება სხვაობა გქონდეს სხვადასხვანაირი დაუშვათ თუ აი ზუსტად თქვენ იწყებთ აი აქ რაღაცა ურთიერთობით სტაბილურობით ნახეთ შეიძლება ზოგისთვის იქნება კიდე ნახეთ ეხლა მე კიდე გავხსნი მაგრამ ეხლა რაც მოდის სხვადასხვა ინფორმაცია გეუბნებით შეიძლება ზოგისთვის ეს დაწყება იქნება საქმით რომელიც შეიძლება მისთვის მოეჩვენა უცნაური მაგრამ ან ვინმესთვის უცნაური შეიძლება მოეჩვენოს მაგრამ კიდე ძალიან საინტერესო არის რაღაც ძალიან საინტერესო დასტა სხვათა შორის так ვნახოთ ახლა ანუ კიდე რა იწყებს ამ ახალ ციკლს თქვენს ცხოვრებაში კიდე რა იწყებს ხო რა იწყებს გოგოებო აი გეუბნებით ბიჭებოც შემოსიხარულებო ნახეთ აუცილებლად თქვენ აქ რაღაცა თქვა თუ გქონდათ გეუბნებით აი გაუგებრობა თუ გქონდათ აი აქ შერიგება არის თქვენ გამოდიხართ რაღაც ისეთ არა დესტრუქტიულ ენერგიებიდან რა ანუ ის რაც თქვენთვის იყო სევდა ნახეთ სევდა მოდის სიტყვა იმიტომ რომ ნახეთ ეს ხო საჯარო გააშლა ხა ბევრი მყავხარ და იმიტომ უფრო მირჩენია ხოლმე ენერგიით საუბარი რა რო თქვენში თქვენ სიტუაციაშიც მიხვდებით ნახეთ თუ დაუშვათ იყო რაღაცა პერიოდი სადაც აი აქ რაც გითხარით რო თქვათ იჩხუბეთ ვინმესთან ხო ან რაღაცა იყო ისეთი მიუღებელი თქვენთვის გამიგეთ აი რაც თქვენ ძალიან გულს გტკენდათ ეს სიტუაცია შეიძლება იყოს აქ დაკარგული სიყვარული შეიძლება თქვენ ადამიანი რაღაცა ადამიანი დაკარგეთ, სამსახური დაკარგეთ, რაღაცა დაკარგეთ, ხო? აი ეს სიტუაცია დასრულდება თქვენ, აი თუ იყო გეუბნებით სიჩუმე, თუ არ იყო ურთიერთობას უეჭველი ეხება, ყველა ვარიანტში ეხება, თქვენ გამოდიხართ ამ სიტუაციიდან. ყველა ვარიანტში დასრულდება თქვენი წყენები, სტაგნაციები, ანუ თქვენ თითქოს აი სხვანაირად შეხედავთ ამ ყველაფერს, გამიგეთ, რაც იყო მიუღებელი იმაზე დაფიქრდებით, იმედი მაქვს, რომ თქვენ ხვდებით, რაც მე მინდა გადმოგცეთ რა. და რა თქმა უნდა, როცა უკვე სიტუაციას, როცა პირად გაშლაში ვიცი სიტუაცია, იქ უფრო ადვილად ვუხსნი ადამიანს, როგორ წავა ენერგიები და თქვენთან ახლა აი მაქსიმალურად ვცდილობდი და მომწერეთ, რამდენად გამომდის, იმიტომ რომ მინდა რომ თქვენ გაიგოთ, მე რასაც მინდა რომ გადმოგცეთ რა, აი რა ინფორმაცია. რა უნდა დატოვოთ თქვენ წარსულში, რა უნდა დატოვოთ თქვენ წარსულში და ის აი ზუსტად რომ თქვენ თუ ფიქრობდეთ რომ არაფერი გამომივა, ვერაფერს მე ვერ შევძლებ, აი ეს არის როცა უიმედობა დარჩება კიდე წარსულში რა, ნახეთ, თუ თქვენ სიტყვაზე ფიქრობდით სულ იმას რომ აი როგორ არის იცით აი თითქოს თქვენს თავს უნდა ენდოთ რა, იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ რომ შეიძლება შენ დაუშვათ სულ კითხულ ვიღაცებს ეკითხებოდე რა გავაკეთო, რა ვქნა, ან შეიძლება სულ კიდე როგორი მომენტი არის, აქ ბევრისთვის იქნება კიდე როგორი ინფორმაცია, ხო გვაჩვენეს ჩვენ რომ აქ არის უძლიერესი პიროვნება, რომელმაც თვითონ ბევრი რამე იცის, იმიტომ რომ ხო გითხარით რომ სამაგალითო ხარ. აქ იქნება ვიღაცებისთვის ინფორმაცია, ნახეთ როგორ შეიძლება ყველასთვის არა, ზოგი არის პროცესში რომ სწავლობს კიდე, ხო? უფრო მეტი კი რაღაცა პერიოდზე ვარ, თქვათ ახლა, ხო? რაღაცა თემებში გავერკვიე და მან უკვე გრძნობს სიძლიერეს, მაგრამ მეორე კატეგორია არის აქ დარწმუნებული ვარ ადამიანების, რომელსაც არის უკვე თვითონ გამარჯვებული, უკვე იცის რა უნდა გააკეთოს, მაგრამ კიდე ვიღაცებს უყურებს.
გამიგეთ, შეიძლება თქვათ, ანუ არა კიდე ფსიქოლოგთან უნდა წავიდე. არა, მოდი კიდე იმას მოусმენ. არა, მოდით კიდე აი თქვათ ისე რა ქვია, ну ვიღაცების აზრი მაინტერესებს, გამიგეთ? აი თქვენ და მერყეობ თქვენში რომ აი მე მაქვს ცოდნა თუ კიდე რაღაცა მინდა, ხო? მე კიდე ვიცი რამე, არა გეუბნებიან რომ ну აი ამას მორჩი რა, იმიტომ რომ თითქოს შენ ამით როგორ ხარ იცი? აი ну მოდით მაგალითად მირჩევნია გითხრათ, ხო მე მაქვს ეგეთი პერიოდი მაგალითად რომ აი ძალიან ბევრს უსმენ ხოლმე ვიღაცებს, აი უამრავ ვიღაცებს და უკვე ზოგჯერ ასეთ აჯაფსანდალე მაქვს თავში ამ დროს ვიცი ყველაფერი რასაც ეგენი ამბობენ უკვე, იმიტომ რომ ნუ ხა პატარა გოგო არა ვარ და მთელი ცხოვრება ვითარდები და მილიონი კურსი მაქვს დამთავრებული და მარტო ორი უმაღლესი და ასე შემდეგ და მაგრამ მაინც აი თითქოს ეს არის როცა ადამიანის სხვათა შორის ვინც არ ვითარდება, ვინც არაფერს ასწავლობს, ის იმან ყველაფერი იცის, აბსოლუტურად ყველაფერი იცის. მაგრამ ადამიანი რაც უფრო მეტად სწავლობს, რაც უფრო მეტ ინფორმაციას იძიებს, იმას სულ აქ აი ეს რაღაცა შიმშილის გრძნობა, მე კიდე რაღაც უნდა ვისწავლო, მოდი აბა იმას მოვუსმენ, მოდი აბა იმას კიდე, აბა ესა და ამ დროს უკვე შენს იღლები, გაიგე, იმიტომ რომ უკვე თითქოს და აი ეს უნდა დატოვოთ თქვენ წარსულში, უნდა შეცვალოთ ეს სიტუაცია უკვე. თქვენ აღარ გჭირდება, თქვენ ისედაც უკვე შევსებული ხართ ყველა ვარიანტში. უკვე იმდენი დევს თქვენში, რომ უკვე უნდა დაიწყოთ გაცემა, რომ იტყვიან და არა ეს დაგროვება, всё უკვე უნდა გასცე, იმიტომ რომ შენ უკვე გააკეს, ნუ მერყეობ, ნუ გონია რომ არ იცი. მე მყავს ძალიან ბევრი გოგოები, ვიცი, აქაც მიყურებენ და თქვენ გეუბნებით, რომ ესე იგი მართლა უნიჭიერესები, მართლა უამრავი კურსი აქვს დამთავრებული. ნუ აი სხვები რო არ ვიცოდე მე თქვათ ვინ რა როგორ აფასებს, მე ვაფასებ უზომოდ ამათ ცოდნას და სულ მაგაზე ლაკ ლაპარაკი რა. დროა გასცე, აღარ გჭირდება ეს კიდე რაღაცა ეს კასტილები რა, ეს კიდე რაღაცები, ვიღაცები, უკვე შენ თვითონ ყველაფერი იცი და წადე და გაეცე ეს შენი ინფორმაცია, რა აქ შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი, გეუბნებით რა. რომ უკვე უნდა გასცე რა და ნუ რა როტო გეშინიათ, არსებობენ ადამიანები, ვისაც უშუალოდ შენი ინფორმაცია სჭირდება, შენგან, შენი დარიგება. არის ახლა და რატო ნერვიულობთ, მე არ ვიცი, აი გეუბნებით, უბრალოდ იციან ძალიან კარგად მე ვისაც აქ ვეუბნებიან, იმიტომ რომ 1000-ჯერ მაგ თქვა. ნახოთ ახლა ჩვენ მთავარი ცვლილება უახლოს პერიოდში, მთავარი ცვლილება არის პირველი არკანი. ნახეთ, ანუ თქვენი აქ რაც მე ვთქვი წეღან ხო, უკვე მე მგონი არც არის საჭირო ეს რა ქვია. აქ წამოვა თქვენი, ნახეთ, აი თითქოს გაგიკვირდებათ შეიძლება ზოგი რომ, მაგრამ აი ახალი ეტაპი იქნება, როგორი იცით, უფრო მეტი რაღაცა ცოდნა შეიძლება აღმოაჩინოთ თქვენს თავში. ნახეთ, აი კიდე ხა, ნუ ჯანდაბას ჩემ მაგალითზე გეტყვით. მე რო დავიწყეთ არო სწავლა, მე ვიყავი, როგორ იცით, რომ ეს რო შევედი თუ არა და დავიწყე სწავლა, იცით თქვენ ბევრმა რომ მე არ მალავ მაგას, რომ მე ვიყავი დილეტანტი. მე მიყვარდა მკითხაობა, ზუსტადაც მკითხაობა. და არ დამიტოვები არც ერთი მგონი მკითხავი საქართველოში. მაგრამ იყო პერიოდი მაგრამ აი როცა აი დავიწყე თვითონ და ეს პირველივე გაკვეთილებიდან აი ეს ვაუ რო წამოვიდა ვიყავი ასე შოკში მეთქი ეს მე ვარ ეს მე ვიცი ეგა აი ეგეთი რაღაც მე მყავს ეგეთი მოსწავლეები არაჩვეულებრივები პირველივე კურსიდან აი ეს ვაუ რაღაცებს აკეთებენ ზოგს იცნობთ კიდევაც თქვენ და აი ეს არის ზუსტად რაღაცა კიდე ახალი ნუ მე ყოველას არ გეუბნები მე პროსტა მაგალითს გეუბნები და დარჩენით თქვენ შეიძლება სულ სხვა დარგში თქვა და აუშვით რა ვიცი შეიძლება ხატვას დაიწყებთ შეიძლება თქვა რა ვიცი მე ნუ აი გეუბნებით რა თქვენ თვითონ აი შეიცვლება რაღაცა აი ახალი პერიოდი თითქოს როგორ არის იცით ის რაც თქვენ გზა გამოიარეთ რა არის ნულის არკანი ხო ნული და პირველი ნახეთ ანუ თქვენ ახლა ნულის არკანი მეუბნება რას რომ რაღაცა პერიოდი თქვენ გამოიარეთ იქ თქვენ გააქვთ რაღაცა ცოდნა აკაც კოშკი იყო აკაც კოშკი იცით რას ნიშნავს ხო როცა უკვე ნამდვილად მაქვს რაღაცა გამოცდილება მაგრამ უკვე უნდა всё ეს გამოცდილება უნდა წამოვიღო რაც ახლა უშლის ჩემს გამოჩენას უნდა დავტოვო всё მე ავიღე რაღაცა ჩემი ბაზა მაქვს ხო აკაც იგივე რაღაცას მაჩვენებენ რომ ანუ შენ რაღაცა ეტაპი დაასრულე შენ უკვე გაიზარდე აი მე მყავს კიდე მოსწავლეები რომ
ეხლა მუშაობენ იტალიაში, იგივე სულ შევს იტალიაში ვაპირებ, დიდ ტურნეს ვაკეთებთ. ჩვენ ეხლა სულ ჩემ გამომწერებს შეხვდები, ვინც მოისურვებ, ანონსი იქნება და ელოდეთ ივნისში ვაპირებ. იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მთხოვეს და ძალიან მიხარია რომ შეხვდები თქვენ უკვე პირადად რა. კაი, იტალიაზე გამახსენდა და ის გოგო არის ერთ-ერთი რაღაც უცბად კიდევაც მიხვდება ვიზის ლაპარაკობ. არის როგორ პროცესში, იცით რომ ანუ ადამიანი არის და სხვა გოგოებიც ეგრე არიან. გრძნობენ რომ უკვე всё ის პერიოდი როცა მე ვიყავი მომვლელი, როცა მე თქვა რაღაცებს ვაკეთებდი, ხო? და ეხლა უკვე ეს პერიოდი დავამთავრეთ, ან იმ პერიოდში სწავლობდნენ, ნახათ როგორ იყენებდნენ სწორედ თანხებს, რომ ჩემს თავში ვდებ, ეს ყველაზე მაგარი, როცა შენს თავში ვდებ ფინანსებს. ეხლა უკვე всё პროფესია აქვს ადამიანებს რა. და უნდათ რომ დაეხმარო, მაგრამ ეხლა გრძნობს თავს ცოტა ლომკებში, ხო იცით რა? როცა პრინციპში კი მინდა დავიწყო, მაგრამ მაინც ეს შიში ძველი პროგრამები, ძველი ჩვენი პროგრამები კიდე მუშაობენ, იციან ამათ მაიქ სისულელები. არა უშავს. და აი აქ განულება მოხდება და აძლევ თქვენს თავს იმ უფლებას, რომ მე გამოვჩდე, მე ვანახო ჩემი, აი მე გამოვჩდე, ნახეთ რა კარგად წამოვიდა. მე გამოვჩდე თქვენ თუ დაუშვათ, არ ჩანდით თქვენ, ან თუნდაც შეიძლება ჩანდით, უფრო გამოჩდებით, აი ნახეთ როგორ წამოვიდა მაგარი ენერგია აქ, ხო, აქაც პასუხი რომ უფრო გამოჩდება ჩემი ვარსკვლავი, უფრო დამინახავენ ჩემ ენერგიას, ჩემს აი სურვილს რომ დავეხმარო. აი მეგეთ რა ხდება, ძალიან მაგარი პოზიცია, რა ვიცი, აი მე ეს გაშლა მომწონს რაღაც ძალიან სასწაული მოდის, ხო? ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ так, ეს რომელი პოზიცია მაქვს, თუ ახლა მე გადავალ მეხუთე, ხო? ხო. ანუ ესე იგი მოულოდნელი შემოbrunება ბედისგან. მოულოდნელი ყურუმი. ნუ როგორც გინდათ ისე თქვით. შევა თქვათ რომ ხო რა თქმა უნდა ეხლა ამას უნდა რომ ყურუმები ვიყოთ სულ ყველა. მე გეუბნებით, აქ მოდით დავიწყებთ შორი და ნახე ჯერ პირველი არკანი, მე მეორე. ხო ხდებით აქ რა ხდება რა, ვინც იცის ოდნავ ტარო, მაინც თქვენ მიხვდებით რა ხდება. ანუ ესე იგი პირველ რიგში მოულოდნელად აქ არის როგორი სიტუაცია თქვენ აქ მოგეცემათ უფრო ვინც ხართ უკვე ჩემი ყურუმებო უფრო გაღრმავდება თქვენი ცოდნა შეიძლება კიდე ბევრი თვისებები გააგეხსნებათ იმიტომ რომ მე საერთოდ შეიძლება გაიგოთ თქვენ რამე ინფორმაცია სხვათა შორის მეორე ენერგიას ხერხდომას გამახსენდა და ზუსტად როგორ არის აღწეს ამ არკანში მეორე ენერგიას აქვს თვისება, ანუ ორში დაბადებულები ვინც არიან, ან მეორე თვეში. ან вообще то მეორე ენერგიებით რეალებს აქვს ეგეთი თვისება, რომ შეიძლება თქვათ იჯდეს რაღაც სხვა ოთახში და ეს მოდის რას ლაპარაკობენ ხალხი, თქვათ, ну, შორი ოთახიდან. ხო, ну ეს რაღაც უცბად გამახსენდა, შეიძლება ვიღაცას საინტერესო იყო. ანუ მე შემიძლია გითხრათ ახალი ცოდნა, ანუ მოულოდნელი იქნება ის, რომ შეიძლება სხვათა შორის კიდე თქვენ გაიგოთ რაღაც ესეთი ინფორმაცია, რომელიც თქვენ მოგიტანს ძალიან დიდ წარმატებას, დარწმუნებული ვარ. აქ ეზოტერიკაში მიდის ვიღაცა. უეჭველი 1,000,000%-ს ვამბობ, რომ აქ ვიღაცა მიდის ეზოტერიკაში. ეს იქნება ტარო, ეს იქნება ასტროლოგია, არ ვიცი რა, რას გიზიდავთ. იმიტომ რომ აქ შეიძლება ვიღაცას ქონდეს ეს ასტროლოგიაც ეცნობა. აქ 1,000,000%-ს ვამბობ, რომ ვიღაცები მიდიან ახალი ცოდნის მოსაძიებლად. აქ არის, აქ გეხსნება თქვენ ინტუიცია, თქვენ მიხვდებით და პლუს კიდე აქ თქვენ მიიღებთ ბევრი ვინც მიყურებთ, გადაწყვეტილებას, რომ მე მინდა ის ვისწავლო, აქ საკრალური ცოდნა, ახლა ყურუმი საკრალური ცოდნა. ვისწავლო ის, რაც მე დიდი ხანია მიზიდავს, თუნდაც ჩემთვის. მიხვდეთ, აქ უეჭველი თქვენ რაღაცას უცბად უნდა მოგივიდეს აზრად ის, რომ მე უნდა აი მე მაგალითად რომ ვიჯექე და ვიძახდე ღმერთო, ამდენი ცოდნა რომ აქ რა ვქნა, რა გავაკეთო, ხო? და აი ვის დავეხმარო, ხო? და უცბად ეს მომივიდა, რომ წადე დაუშვით იყიდე ტარო და ტაროა გახდა ჩემი ინსტრუმენტი, ის მეშვეობითაც მე შემიძლია გავცე ჩემი ცოდნა, ხო? დაგეხმაროთ თქვენ იმ თემებში, რომელიც კარგად ვიცი, მაგრამ ტარო უფრო ადვილად მაძლევს საშუალებას. მიხვდეთ, აი აქ თქვენს რაღაცა იმ შეიძლება სხვა თემებში ხართ, მაგრამ
ის რომ თქვენ აქ საკრალურ ცოდნას გაიგებთ და ისწავლეთ, აი თავს დავდებ რა, აუცილებლად. მე სხვათაშორის ძალიან ბევრი მყავს გოგოები კლიენტებიც, ვინც საერთოდ პირველად შემოვიდნენ საერთოდ ტაროლოგისთან შეხება აქვს პირველად და აი ძალიან ბევრი რაც დავიწყე მუშაობა უკვე ამის 10 წელი აი ეგრე ბევრს ეგეთი რამე უთქვიათ რომ აი თქვენ შემაყვარეთ ტარო თქვენ პირველად დაგინახეთ მომიდა თქვენთან მოსვლა და აი თქვენთანაც აი ეგეთი რაღაცა იხსნება რა რაღაცა ძალიან მაგარი რაღაცა ზოგი შეიძლება თქვენ ახლა ვაში პირველად უყურებთ ამ გაშლასაც თუნდაც ვნახოთ ახლა ჩვენ ანუ როგორ თქვენთვის რჩევა როგორ გაიაროთ ეს პერიოდი სწორად როგორ გაიაროთ და აი ზუსტად სწორად რომ არ რასაც გითხარით, ვინც ახლა ამ წუთამდე მე მიყურებ თქვენ, შემოლამაზებო და თქვენ მივხვდეთ, რომ ეს არის თქვენი, ხო? აი აქ გეუბნეთ სწორედ, არ უნდა დაიჯეროთ რა. არ უნდა გქონდეთ თქვენს თავში ეჭვი, რომ ნამდვილად ეს არის თქვენი, თქვენთვის არის ეს ინფორმაცია. თუ თქვენ რეზონით და თქვენ აქამდე აიჯდებოდეთ, ახლა და არ მიყურებდეთ, თუ დაუშვოთ, ახლა თუ არ ჩართეთ ეს ვიდეო, იმისთვის რომ კარგად დაგეცინოთ, იმიტომ რომ ბევრი ამისთვის იყენებს და კარგია და ვიცი რომ ხმამაკ ისეთი, რომელიც კურნავს, ეგაც დავადგინე. ამიტომ ჩემო სიხარულებო, აქ გეუბნებიან თქვენ, რომ როგორ სწორედ უნდა იცხოვრო ეს პერიოდი გაიაროთ, რომ აი ნამდვილად არ ენერგიულოთ, არ იფიქროთ, რომ არაფერი არ გამოვა, არ იფიქროთ, აი თითქოს როგორი მომენტიც, აი პოზიტიურად იყავეთ და იყავეთ, როგორ იცით, მშვიდად, ლაღად. კიდე რა ქართული სიტყვები ვიცი. ხო, ანუ როგორ არის, იცით, ეცადეთ მაქსიმალურად, რომ რაღაც ეს შეცვალეთ თქვენი მიდგომა, მედიტაციები გააკეთეთ, ძალიან მაგარია მედიტაციები გააკეთეთ. გაატარეთ დრო ადამიანებთან, ვისთანაც თქვენ სიამოვნებთ რა. უფრო როგორ არის კიდე, იცით, როგორ ხო, აი მშვიდად, აქ არის მშვიდად, კარგად, პოზიტიურად, არანაირი ნერვიულობა. იმიტომ რომ მიდის ნახეთ თქვენ მაღალი ძალები დაგეხმარებიან აი 3 მაღალი არკანი გამოვიდა 3 თქვენ იღვიძებთ რა კარგია ხო იღვიძებთ ну ნახოთ შედეგი რა იქნება შედეგი აი ზუსტად შედეგი იქნება რომ ის რომ თქვენ რაც შეიძლება ფიქრობდით მოიცადეთ შედეგი აი მოხდება ის, რასაც თქვენ არ ელოდებოდეთ. ნახეთ კიდე რა. შეიძლება აქ არის ნახეთ რა საინტერესო რაღაცა. თქვენ რასაც ფიქრობდით, რომ თქვენ დაკარგეთ, თქვენ ნამდვილად აი ამ პერიოდისთვის თქვენ დარჩებით მადლობელი. თუ გქონდათ რთული პერიოდი მანამდე, თუ გქონდათ თქვენ რთული პერიოდი, თუ თქვენ აი აქ ნახეთ როგორი იქნება აი იმ ნაკრებობის პროგრამას დაამუშავებთ თქვენ და იმდრო რომ თქვენ გააკეთებთ აი აქ არჩევანს გაუშვებთ ყველაფერს რაც თქვენ არ გჭირდებათ აი ეს ყველაფერი წავა აი თითქოს რაღაცა რაც თქვენ არ გახარებდათ აი ეს ყველაფერი წავა მხოლოდ აი აქ თქვენ აირჩევთ სიყვარულს აი აქ იქნება ძალიან როგორი სიტუაცია თუ რამეს გულს გტკენდა თუ რაღაცას აი ტკივილები იყო თუ რაღაცას ვერ აკეთებდით თქვენ ამას ყველაფერს მოერევეთ აქ იქნება ძალიან აი როგორ გითხრათ აი თითქოს აქ თვითონ მაღალი ძალები დგებიან თქვენსკენ და ნამდვილად მოერევეთ ბევრ აი იმას რაც აი მეხუთე კი ბატონო არის ეს ენერგია, როცა რაც უკვე არ მჭირდება, რაც უკვე არ მახარებს, რაც უნდა წავიდეს, რაც უკვე მე არ მანიჭებს ბედნიერებას, რაც მე მბოჭავდა, რაც მე თქვათ რაღაცებს ვხურავდი, ჩემს და არ ვაძლევდი საშუალებას, უფლებას, ვიღაცებზე ვიყავი დამოკიდებული, ეს მიდის ყველაფერი. გამიგეთ? ეს მიდის ყველაფერი თქვენი ცხოვრებიდან კი დასრულდება ეს პერიოდი ყველა ვარიანტში და გამოდიხართ თქვენ აქ გამარჯვებული იწყება ახალი თქვენი ცხოვრების ეტაპი